როდესაც ეს ადამიანი მოკლეს, თქვენ იყავით საბარგულში. სროლის დროს საბარგულში ვიყავი, კი. თვალები და ხელები შეგროვდი და ფეხები შეგროვდი. ხო, და ვერაფერს ვერ ხედავდით. ნორმალურად ვერ ხედავდი, მაგრამ ვცოდოდა რომ იქ ვიღაც მოკლეს, ჩემი რეაქცია სხვანაირი იქნებოდა. გამოდის რომ კილერმა გაგიტაცათ. ესა გამოდის, ხო. ეს არის პირველი ინტერვიუ ტაქსის მძღოლთან, რომელიც რუსთავის გზატკეცილიდან სავარაუდო კილერებმა გაიტაცეს. იარაღის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს, ხელფეხის სკოჩით შეუკრეს, თვალები აუხვიეს და საკუთარი ავტომობილის საბარგულში დააბეს. უკანა სავარძლიდან დაგადეს იარაღი. ხო. ორნი იყვნენ და შეგიკრეს ხელები. ხელები და თვალები. საათ ნახევარი მეტი მატარეს. ვიფიქრე რომ ეგ სტეკლოს ავამდრევ და რაღაცა მიშველის თქო, მაგრამ უკანიშდა ხო ერთი და იარაღი ქონდა. რა თქმა უნდა ავტომატი დამადო თავზე. თვალებ ახვეული და საბარგულში ჩაკეტილი პაატალაბაძე გამტაცებლებმა რამდენიმე საათი ატარეს. საბოლოოდ კი მისი ავტომობილით ქვემო ფონიჭალაში ჩავიდნენ და 39 წლის კაცი ჩაცხრილეს. სროლის დროს ტაქსის მძღოლი შეიარაღებულ თავდამსხმელებს საბარგულში ყავდათ დაბმული. მანქანიდანვე ახლოდანვე იყო სროლის ხმა და დაჟე სუნი შემოვიდა მანქანაში, იარაღის სუნი, სროლის წამლის სუნი. ვიფიქრე რომ ალბათ ფული აი გასროლამდე ბატონო პატა ეს მანქანა იდგა გაჩერებული იყო? ხო რა თქმა უნდა. ანუ ელოდებოდა მსხვერპლს. ხო, მაგრამ მალევე ხო კი. როდესაც გაიგეთ რომ თქვენ საბარგულში იყავით და კაცი მოკლეს თქვენი კაცი რომ მოკლეს ეგ გავიგე პოლიციის განყოფილებაში. მე მანამდე წარმოდგენა არ ქონა რომ ვინმე მოკლეს საერთოდ საიდან უნდა მოვიქრა. უბრალოდ ისე შეგრძნება დამჭა რომ რაღაც ფული გაიტაცეს და ჰაერში ისროლეს ვიღაცა რო არ გამოგიდებოდა. ხო რაღაც იმიტომ რომ მანქანა რო გააჩერდა სადაც 5 წუთში მოხდა ეგ ყველაფერი. იქვე სროლა წასვლა ეგრევე. სავარაუდო შეკვეთილი მკვლელობა, რომლის უნებლიე მოწმეც ტაქსის მძღოლი გახდა, ქვემო ფონიჭალაში 2020 წელს გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. 39 წლის იყო. როცა მოკლეს ჩემ ქმარი. იქ ესროლეს ძმის გამო. 39 წლის მწვანილის გამყიდველი რასიმ ისაევი სავარაუდო კილერმა 10 წლის შვილის თვალწინ მოკლა, მაგრამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე არც ბრალდებული, არც დაკავებული და არც დასჯილი არავინ არის. ყველაფერი არის, კამერები არის, სურათები არის, როგორ მოკლეს, იქ არის, არავინ არ დაიჯერეს. რატომ არ ვიცი. პოლიცია ყველაფერი ცოდა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა? ალბათ ზაგაზი იყო. რატომ ესროლეს მაშინ? თუ აზაგაზი არ იყო, რატომ ესროლეს? ჩემ ქმარი რა ბრალი იყო? ბრალი რა იყო? არაფერი. მემწვანილისთვის საბედისწერო 7 დეკემბრის საღამო აღმოჩნდა. იმ დღეს რასიმ ისაევი ნავთლუღის ბაზრიდან, სადაც მეუღლესთან ერთად ბოსტნეულით ვაჭრობდა, ადრე წამოვიდა და სახლში, ფონიჭალაში მივიდა. თქვენ მუშაობდით იმ დღეს? ჩვენ მუშაობდით, ხო, ბაზარში და მოვედით სახლში. ფონიჭალაში დაბრუნებულ მემწვანილეს კილერი თანამზრახველთან ერთად სახლთან უკვე ელოდა. ფაქტს ჩვენს მიერ მოპოვებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ადასტურებს, სადაც ის თეთრი პრიუსი ჩანს, რომლითაც შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლები გადაადგილდებოდნენ. კამერაში დავინახე, მანქანა იყო აქ. უცხო მანქანა იყო? უცხო მანქანა იყო, ფირუსი იყო, თეთრი ფირუსი. პრიუსი. ხო. შიგნით ვინ იჯდა დაინახა? ორი ბიჭი, ხო. უცხო ავტომობილი სახლთან ახლოს რასიმ ისაევის მეუღლემაც შეამჩნია, მაგრამ საეჭვო არაფერი უფიქრია. მკვლელობის შემდეგ კი სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეო მასალაში აღმოაჩინა, რომ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირი მათ ეზოს უთვალთვალებდა. როცა ჩემ ქმარი მოგდა, გადაახო. ხო, ნახე რომ ერთი ბიჭი გამოვიდა, აქედან ნახა. ნახო, ხო, გარეთ მოდის თუ არა. მერე და აქედან აჰა, აქე ნახე. თქვენ იცანი? მანქანა იქ იყო, ის გარეთთან იყო მანქანა. თეთრი მანქანა იქ გარეთთან იყო. ეს კადრები უკვე გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ 7 დეკემბერს დღის მეორე ნახევარშია გადაღებული. ვიდეო მასალაში ჩანს, რომ მემწვანილე რასიმ ისაევი სახლიდან გამოდის, მეზობელს ხვდება და მალე გზას ქუჩის მიმართულებით ფეხით აგრძელებს. ამ დროს მას ორი შეიარაღებული თავდამსხმელი ავტომობილით აედევნა და რამდენიმე მეტრში, სადაც სათვალთვალო კამერები არ იყო, 15 ჯერ ესროლეს.
გურამიშვილის ქუჩაზე პანიკა იწყება. აქ ესროლეს. ამიტომ იცი რატომ აქ ესროლეს? ამიტომაც კამერა არ იყო აქ. აქ კამერა არ იყო. ამიტომაც აქ ესროლეს ჩემ ქმარ. ანუ იცოდა სავარაუდო დამნაშავემ რომ აქ კამერები არის. ხო, იცოდა. ეს იცოდა, ყველაფერი იცოდა. იმიტომ რომ ფიქრობთ რომ ადგილობრივი იყო. ხო. იმ დღეს და ჩვენთან და მოვიდნენ სამგორში. და მე თან ერთად ვიღავი, ამიტომაც არ ესროლეს. როცა სახში მოვედით, ჩემ ქმარ მარტო წავიდა გარეთ, ამიტომაც აქ ესროლეს. ანუ ბაზარშიც მოგაკითხეს? ხო. რა იცით? იმ დღეს იმ კამერებში 36 კამერა წაიღო პოლიცია. კვლევაში ბრალდებულებმა დანაშაულის ადგილი პოლიციის მისვლამდე დატოვეს. ტაქსის მძღოლი პაატა ლაბაძე, რომელიც საბარგულში ყავდა ჩაკეტილი, იხსენებს, რომ სავარაუდო დამნაშავეებმა დაახლოებით 15 წუთი იარეს, შემდეგ კი ავტომობილი გააჩერეს. საბარგული გახსნეს და მძღოლი ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, მაგრამ არ მოკლეს. 15 წუთის სავალზე გაჩერდა, მაგრამ გადმომიყვანეს საბარგულიდან და კისერში რომ მომკიდა ხელიდან მიბიძგა ცირო წავსულიყავი, რამოდენიმე ნაბიჯი რო გადავდგი, თავქვე იყო და ისეთ სიტუაცია იყო რომ მე კი ალბათ ხრამში მაგდებს თქო და მე კი რაღა ხრამში გადამაგდეს, მანქანასთან მომკლას, ხო ვინმე ნახოს თქო რა. და ველოდებოდი რომ ესროდნენ. პაატა ლაბაძემ როგორღაც დასკოჩილი ხელების გახსნა მოახერხა და დაინახა, რომ მისი ავტომობილი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მანქანა სავარაუდო დამნაშავეებმა მტკიცებულებების გასანადგურებლად და დნმ-ის კვალის გასაქრობად დაწვეს. მალევე ადგილზე პოლიცია მივიდა და მძღოლი გამოკითხვაზე წაიყვანეს, მაგრამ პაატა ლაბაძემ ვერცერთის ამოცნობა ვერ შეძლო. სროლას ველოდებოდი და არ მოსროლა და რაღაც სისინის ხმა გავიგე და ჩემი მანქანა იყო თხევადგანზე. და რო შევეხმიანე ჯიგაროდ გვეგრე დაუძახე. და რო არავინ არ გამცა პასუხი, პირსახოცი მქონა რა თვალებზე და მე სკოჩი და რო ავიწიე და გავხედი ცეცხლიეგი დავგე მანქანას. ანუ თქვენს თვალწინ დაწვეს მანქანა. ხო, კი. ახლა ჩნდება კითხვა, რატომ მოკლეს 39 წლის მემწვანილე, რომელსაც არც დიდი ფული და არც გავლენიანი ნაცნობები არ ჰყავდა. ისაევების ოჯახი 5 წელია საგამოძიებო უწყებას არწმუნებს, რომ ეს შურისძიების მოტივით დაგეგმილი და შეკვეთილი მკვლელობა იყო. ჩემმა უფროსმა შვილმა 10 წლის წინ ჩემი მეზობლის ოფელი ახმედოვას ძმა მოკლა. ამ დანაშაულისათვის რამენი დააკავეს და ახლა ციხეშია. თუმცა ოფელი ახმედოვა მაინც სულ გვემუქრებოდა. გვეუბნებოდა, რომ შურს იძიებდა და სისხლს აიღებდა. მეუბნებოდა, რომ მომიკლავდა შვილს და შვილიშვილებს. ჩემმა შვილმა ეს დანაშაული თუ ჩაიდინა, ახლა ციხეშია. რა შუაშია იმ ტრაგედიასთან ჩემი მეორე შვილი, რომელიც ახლა მოკლეს. მას არაფერი დაუშავებია. გახმაურებული მკვლელობა ფონიჭალაში, რომლის შესახებაც მოკლული მემწვანილის დედა საუბრობს 2016 წელს მოხდა. მაშინ 22 წლის ფიქრად ახმედოვი ერთი სატელევიზიო ინტერვიუს გამო მოკლეს, როდესაც თქვა, რომ მათ სოფელში ეგრეთ წოდებული ვაჰაბისტები, ანუ რადიკალური ისლამის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მკვლელობაში ბრალდებულის დასჯას მაშინ ახმედოვების საპროტესტო აქციებზე ითხოვდნენ. პოლიციამ საბოლოოდ რამინ ისაევი დააკავა, მაგრამ ბრალდებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ ახმედოვები მათ ტერორს მაინც აგრძელებდნენ და შურისძიებით ემუქრებოდნენ. ჩვენ ახმედოვები მუდმივად გვავიწროვებდნენ. ოფელია როდესაც ქუჩაში ჩემს შვილიშვილებს ხედავდა, ცემდა. ჩვენ პოლიციას ვუთხარით ისიც, რომ ოფელიას დავალებით სახლში ერთ დღეს მისი შვილი დანით მოგვივარდა და რასინის მოკლა უნდოდა. რასინმა მაშინ შემთხვევით გაასწრო ქუჩაში გასვლა. ეს ინფორმაცია პოლიციას მივაწოდე, მაგრამ ოფელია არ გამოკითხეს. მას სულ მფარველები ჰყავდა. სავარაუდო დამკვეთების და მუქარის შესახებ პოლიციას ინფორმაცია მოკლულის ოჯახმა ჯერ კიდევ 5 წლის წინ მიაწოდა, მაგრამ საგამოძიებო უწყებამ რატომღაც ოფელია ახმედოვა, რომელიც ფონიჭალაში იმ დროს გავლენიან ქალად ითვლებოდა, არ გამოკითხა. მე მოგლავ შენ ქმარი. შურისძიება მინდა. გემუქრებოდა? ხო, ემუქრებოდა. ჩემ ბავშვებზე ემუქრებოდა. ოფელია. თქვენი მეზობელი? ხო. ჩვენ მეზობელი. იმოქრებოდა. შემდეგ, როდესაც მოკლეს თქვენი ქმარი, შეგხვდათ კიდევ ოფელია? ხო. ჩემთან უთხრა, ეს ჩემთვის ცოდა არის ჯერ. ბიჭი ეგრე მოგლავ.
ოფელია ახმედოვა ახლა ციხეშია, ოღონდ არა მკვლელობის შეკვეთის, არამედ ნარკოდანაშაულის ბრალდებით. გავლენიანი ქალი ფონიჭალიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელი პირების შეცვლის შემდეგ დააკავეს. მისი სახლიდან კი დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ფონიჭალელ ოფელიას ახლა უვადო პატიმრობა ემუქრება. ოფელიაც საჭერილია? რაზე? ნარკოტიკების რეალიზაციაზე, ხო? როდის დაიჭირეს? 6 თვის წინ დაიჭირეს. იმ მკვლელობასთან რა კავშირი ქონდა ოფელიას? მან დაუკვეთა მკვლელობა. აქ დაიჭირეს ოფელია? დიდი სპეცოპერაცია იყო, ხო? რატომ არ გამოკითხეს ამ საქმეზე მოწმის სტატუსით მაინც წლების განმავლობაში ოფელია ახმედოვა და ყავდა თუ არა სავარაუდო ნარკორეალიზატორ ქალს მფარველები ძალოვანებში. ამის გარკვევას შაბათის ეთერი ახლა ფონიჭალის პოლიციაში ცდილობს. სავარაუდო კილერი და დამკვეთების კვალზე რატომ ვერ გახვედით, როცა გქონდათ კადრები და არაერთი პირდაპირი სამხილი ბატონო ზაზა? მარიამ, აღზანით გარეთ. დანარჩენს პრეზიდენტი მოგახსოვს. ეს არის თქვენი პასუხი, ამისთვის შეწუხდით და გამოხვედით. ოფელია მამედოვას მფარველობდა პოლიცია, სავარაუდო ბარიგას. მიპასუხეთ, მფარველობდა თუ არა ფონიჭალის პოლიცია სავარაუდო რეალიზატორს და მკვლელობის დაკვეთაში სავარაუდო ბრალდებულს. ბატონო ზაზა, ეს კითხვები არსებობს. რატომ არავინ დააკავეს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე, სადაც ათობით ვიდეო ჩანაწერი, ჩვენება და სამხილია პოლიციაში არ გვპასუხობენ. მოკლულის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ დამკვეთებს საგამოძიებო უწყებაში მფარველები ჰყავდათ. შემსრულებლებს, ანუ კილერებს კი ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდათ მიღებული. ოჯახი დამნაშავეების დაუყოვნებლივ დადგენას ითხოვს. მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ჩვენ მოგვიტანეს სურათი და გვითხრეს, რომ ამ კაცმა მოკლა შენიშვილი და თუ იცნობო. ვუთხარით, რომ არ ვიცნობდით, მაგრამ ვიცოდით, რომ რუსეთში ცხოვრობდა და ფონიჭალელი იყო. საბოლოოდ პოლიცია ჩვენ გვთხოვდა, რომ ხელი ამ კაცისთვის დაკვეთო. ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან მე ზუსტად არ ვიცოდი, მან მოკლა თუ არა ჩემი შვილი. საბოლოოდ ამ კაცზე საუბარი სამართალდამცველებმა შეწყვიტეს. ალბათ ფული აიღეს. აბა, თუ მან მოკლა, რატომ არ დააკავეს? ან თუ მას არ მოუკლავს, რატომ თხოვდა პოლიცია მისთვის ხელის დადებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქმე პოლიციაში დაალაგეს. 38 წლის მემწვანილის მკვლელობა, რომ ნამდვილად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო, ამ ფაქტს არაერთი გარემოება ადასტურებს, მათ შორის ტაქსის მძღოლის ჩვენებაც. პატალაბაძე იხსენებს, რომ როდესაც ის დამნაშავეებმა რუსთავის გზაზე გააჩერეს, სახეს ნიღბით და ქუდით ფარავდნენ. თან ჰქონდათ ხელთათმანებიც, რომ დნმ-ის კვალი არსად დაეტოვებინათ. პირვადებით იყვნენ, ხელთათმანებით იყვნენ, მანქანა დაწვეს, დნმ-ი არ დატოვეს. მანქანაში კილერს ხელთათმანებიც ეკეთათ? ყვითელი ხელთათმანები არ გინახავთ? ყვითელი ხელთათმანები ეკეთათ, როცა კამერები მაჩვენეს, მაღაზიის კამერები, კოჩის საყიდლად შესრულებს რაღაც კამერებში აჩვენეს. პოლიცია მემაჩვენა კიდე კამერები. საზარელი მკვლელობის საქმეში არაერთი სამხილი დევს, მაგრამ რატომღაც მკვლელობაში ბრალდებულები თავისუფლებაზე არიან. ეს გარემოებები ადვოკატებს ბევრ კითხვებს უჩენს. საქმეში საკმაოდ მყარი მტკიცებულებებია იმის, რითიც დასტურდება კონკრეტული სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა და იდენტიფიცირება. თუმცა, მიუხედავად ამისა, არც ერთი პირი დაკავებული არ არის. ლოგიკურია, რომ ოჯახს უჩნდება შეკითხვა, თუ რატომ მოხდა ესე და რატომ არ არიან არც ერთი პირი დაკავებული დღემდე. ხომ არ ყავთ მათ ვინმე მფარველი? ადვოკატისთვის სადავოა მუხლის კვალიფიკაციაც. ოჯახს აქვს პრეტენზია კვალიფიკაციის ნაწილში, იქიდან გამომდინარე, ხომ არ იყო ეს შეკვეთილი მკვლელობა, ადგილი ხო არ ქონდა შეკვეთილ მკვლელობაც, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია ოჯახისგან, რომ ეს ოჯახი არაერთხელ იღებდა მუქარებს გარკვეული სახის. ფაქტია, რომ ათობით კამერის წინ მომხდარი მკვლელობა ამ დრომდე გაუხსნელია. 38 წლის მოკლულის ოჯახი კი სამართალს ვერსად პოულობს, მაგრამ გაჩერებას არ აპირებს.